კალათბურთი, გოგოებო, ჩვენ ჩირლიდერებად მიგიღეთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, თუ იმედებს არ გაამართლებთ, კუდრები ხართ. გოგოებო, არ შეგვარცხვინოთ, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. დიმა, სად არის დიანა? იცის რომ ასე დააგვიანებს, ის იქნება ადამიანი, ვინც ყველაფერს ჩაგვიშლის. დიმა, უნდა დამშვიდდე, დიანა უკვე 100%-ით მიდის ამ პაემანზე. ხო, ის უკვე დათანხმდა. მომისმინეთ, მოკედეთ, ცხვირს ყოველთვის სხვის საქმეში ნუყოფთ, ეს არ არის თქვენი საქმე. დიმა უკვე დანებდა. გამარჯობა ყველას, ზარი უკვე დაირეკა? ძალიან დიდი ხნის წინ, სად იყავი, დიანა? დიმა, ცოტა ტონს დაუწია, გთხოვ. გოგოებო, აბა მოიტანეთ? ვაიმე, დაგვავიწყდა. ჯანდაბა გოგოებო, როგორ დაგავიწყდათ? ასე ხო ვერ წავალ პაემანზე, იმედები გამიცრუეთ. არ მესმის გოგოებო, რანაირად დაგავიწყდათ? რა უნდა მოგეტანოთ? კარგი დიანა, დამშვიდი, აი ჩემ დასთხოვე. ხო, მეც წამოვიღე, როგორც დაგვირდი. ჯანდაბა გოგოებო, როგორ შემაშინეთ? აი დიანა, აიღე. კარგი, შენს დასვწვდი. აბა გოგოებო, როგორია? საშინელებაა, ეგ კაბა მარტო ცირკისთვის გამოდგება. დიმა, მისმინე, ჩემით გადავწყვიტავ, კარგი? კარგი, ჯიჯი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიტანე, რა თქმა უნდა, მაგრამ ზედმეტად მოკლე, ამას ვერ ჩავიცვამ. აბა ჯული, ვნახოთ, შენ რა მოიტანე. აი დიანა, აიღე. ჩაიცვი. აუცილებლად, მადლობა. ვა, წითელია. ეგ ნაგავია. მე მომწონს, როცა გოგოებს წითელი აცვიათ. ამით უკვე დიანა საერთოდ გემოვნება არ გაქვს. დიმა, დამშვიდდი, ეს ძალიან კარგი კაბაა. მისმინე ჯული, დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი დის ერთ-ერთი საუკეთესო კაბაა? დიანა, არ მესმის, მე მოგიტანე და შენ კაბა არ მოგწონს? ჩემი დის ყველაზე მაგარი კაბაა. თან შეხედე, ხელჩანთაც აქვს. ჯული, არ ვიცი, უბრალოდ წითელი არ მომწონს. კარგია მაჩვენე ხელჩანთა. ჯული, სერიოზულად? ამაზე იძახდი? საერთოდ რამდენი წელს არის შენი და? დიანა, 9-აა. მართლა, ჯული? პაემანზე მე 11 კლასელთან მივდივარ და შენი 9 წლის დის კაბა და ხელჩანთა მომიტანე? გოგოებო, გაოცებული ვარ, შოკში ვარ. ძალიან იმედები გამიცრუეთ. აბა რა ჩავიცვა ახლა პაემანზე? თუ ესე წავიდე საერთოდ? დიანა, შემიძლია დაგეხმარო. არსად არ მიდიხარ, ამაში დარწმუნებული ვარ. ხო, როგორ არა, დიმა. გამარჯობა, კატია, გესმის? პრობლემა მაქვს და ძალიან მჭირდება შენი დახმარება. შეგიძლია ჩემს სახლში მიხვიდე და დედა ჩემს უთხრა რომ ტაქსით გავამიგზავნოს ჩემი შავი ზედა და შავი ჯინსები, ძალიან გთხოვ. ძალიან მჭირდება რომ გამომიგზავნოს. თან მინდა რომ ტაქსით მოვიტანონ, იმიტომ რომ აქ არეულობა არის ძალიან დიდი. გოგოებმა კაბები მომიტანეს, მაგრამ არ მეტევა და პაემანი მაქვს თან კალათბურთელთან. ვაიმე, მადლობა, გადამარჩინე. ბავშვებო, შეწყვიტეთ. მოდი ჩევრიგდეთ, თორემ ასე უნდა მიყუროთ მთელი დღე? შენთან შერიგება არავის არ უნდა. რა, კალათბურთელებთან არაფერი გამოგივიდა და მეგობრები გაგახსენდა? ჩვენ სამეგობროში აღარ ხარ. არტემ და შენ? და ჩემზე რა? მე უკვე სხვა გოგოს ხვდები. შენ აღარ მადარდებ. იცი რა, მეც არ მადარდებ საერთოდ. დამღალე უკვე. კარგად, აღარ დაბრუნდე. დიანა, შეიძლება რაღაც გითხრა? კიდე ერთი მოვიდა. წადი შენს კალათბურთელთან. აქ აღარ მოხვიდე. რა თქმა უნდა, იანა, მაგრამ იჩქარე. აბა დღეს პაემანი გაქვს შენ კალათბურთელთან? კი, და შენ არ მიდიხარ ბროვასკისთან? მიუწერე, მაგრამ არ უპასუხია და ძალიან პრობლემები მაქვს კლასში, არავინ არ მელაპარაკება. ჯანდაბა, რასაწყენია? დიანა, შეგიძლია სმაილიქს დაელაპარაკო და უთხრა რომ ბროვასკის უთხრას ჩემზე და შეგვიძლია ერთად წავიდეთ პაემანზე. ჯანდაბა, ჩემი პირველი პაემანია სმაილიქთან, მაგრამ ერთ-ორ სიტყვას ჩავაგდებ და ვკითხავ ბროვასკიზე ყველაფერს. შენ არი ნერვიულო. ვაიმე დიანა, მადლობა. იცი როგორ მინდა შენთან ერთად პაემნებზე წასვლა და ისინი საერთოდ ხმას არ მცემენ. ხო, იანა, მესმის შენი. ნახევარი ჩემი კლასი ვერ მიტანს საერთოდ. მაგრამ რას ვიზავთ, შურიანები არიან. კარგი დიანა, წარმატებები შენს პაემანზე და არ დაგავიწყდეს რომ სმაილიქს ჩემზე უთხრა. კარგი, წავედი კლასში. მადლობა, ყველაფერს მოგიყვები, ხო, აუცილებლად. ჯანდაბა, ბატარია დაჭდა. შენი ტელეფონი მომეცი. ტელეფონი მჭირდება რომ კურიერს დაურეკო და საჩუქარზე ვკითხო. მიდი, აიღე. რომელ კურიერს? რა საჩუქარზე? არაფერი არ გითხოვს. დაურეკავ და გეტყვი მერე. დღეს პაემანი მაქვს დიანასთან. ვა, ეს უკვე საინტერესოა. გამარჯობა. ხო, კატია. მოვიდა? კარგი, ჩამოვალ.
ჯანდაბა დიმა, ის პაემანზე მიდის. აი ტანსაცმელი აქაა. მეგობრებო, მე რა უნდა გავაკეთო? რა დიმა? დიანას არ დაელაპარაკო. მიდი და პირდაპირ კალათბურთელს მიხედე. დიმა, ერთი რაღაც არ მესმის. ამ დიანაზე ესე რატო ხარ? დიანა, სხვა ძალიან ბევრი ლამაზი გოგო არის დიანას გარდა. მაგალითად, აი მე. ან მე. მართლა ცოტა ხნის წინ დიანას ეჩხუბეთ კალათბურთელების გამო და ახლა ამბობთ რომ თქვენ შემოგხედოთ? დიმა, ამათ არ დაელაპარაკო, წადი და კალათბურთელებს მიხედე. ჩვენ თითებს გადავაჯვარედინე. მართლა, დიმა, წადი და მიხედე, ჩემთან ერთად ვერ წამოხვალთ? კარგი, წავალ და ვცემი კალათბურთეს და დიდი დალურჯება ექნება. ხო, მიდი დიმა, ცემე. ხო, დიმა, მიდი და მთელ სკოლაში ყველაზე მაგარი იქნები. ხო, მორჩა, მივდივარ. მეგობრებო, არ წამოხვალთ ჩემთან? არა. კარგი, მე მივდივარ. მარტო მივდივარ. ხო, დიმა, წადი. დიმა, შენთან ერთად არ მოვდივარ. კარგი, მივდივარ, მაგრამ არ შეგშურდეთ კალათბურთელებს რო ვცემ და კლასში ყველაზე მაგარი გავხდები. ჯული, ამიხსენი, დიანაზე უარესები რითი ვართ? არა, ჯიჯი, არ ვართ, უკეთესებიც კი ვართ. ხო, და აბა დიმა რატო დასდევს ამ დიანას და ჩვენ საერთოდ არ გვიყურებს? ჯიჯი, ცხოვრება უსამართლოა. ჯიჯი, გინდა რომ შენ გამოგეკიდო? მართლა არტემ, რა თქმა უნდა მინდა. კარგი, მიდი, გაიქეცი. მე დაგი, ჯული, შეგიძლია რომ შენც გაიქცე. კოსი, არ არის სასაცილო, გერჩენია ყვავილი მომიტანო. კარგი, დიმა, შენ ეს შეგიძლია. მიდი მასთან, აი ასე. შემდეგ კიდე სახლში გავუშვი. ამ ადგილას არანაირი პაემანი არ გაიმართება. კარგი, მიდი, მითხარი, რანაირი პაემანია? უბრალოდ პაემანი. და ეს რისთვის გჭირდება? ის მე-9 კლასიდანაა. რისთვის? იცი რამდენი გამომწერი ყავს ინსტაგრამზე? ხო, მერე რა? მოიცადეთ კალათბურთელებო? სულ ესა. რა, YouTube-ზე მისი გამომწერები გინახავს? მინახავს, მაგრამ რა შუაშია პაემანთან ან ინსტაგრამის ან YouTube-ის გამომწერები? ბრაუს, მე შემცველად გხედავდი, ძალიან დებილი. სმაილ, უბრალოდ არ მესმის შენი. ახლა ხარ მოიცილე და ახლა კიდევ პაემაზე მიდიხარ. ბრაუს, შენ ძალიან შტერი ხარ. შეხედე, მე გეგმა მაქვს და დარწმუნებული ხარ რომ იმუშავებს? საჩუქარი ვუყიდე, ოქროს ბეჭედი, ძალიან მოეწონება. ამის მერე ვთხოვ რომ ერთად ვიყო. ჯანდაბა, მას საჩუქარიც ვუყიდე? არ გესმის ეს გეგმაა, დავიწყებ შეხვედრას და შემდეგ ის ყველა თავის სოციალურ ქსელში გამომაჩენს. კარგი, ეს სმაილის გეგმაა, კალათბურთის მოთამაშე. ამას არ გააკეთებ. და მერე რა? მერე რას გააკეთებ? ამის მერე ძალიან პოპულარული გავხდები. შენც გახდები ჩემო საუკეთესო მეგობარო. და ჩვენ კალათბურთს ვითამაშებთ. ბრაუს, ყველაფერი დაივიწყე, რაც მე გითხარი. წავალ, მე ტანსაცმელს გამოვიცვლი. ჰეი, სმაილ, ჩვენ ამ საღამოს ვარჯიში გვაქვს. სულ ესაა, მორჩა. ბრაუს, მე ვერ მოვალ, მაგ დროს პაემანზე ვიქნები. ბრაუსი პოპულარულია და ის კალათბურთს თამაშობს. ჯანდაბა გოგოებო, კაცი, მარასწორი ტოპიჩადო. მაგრამ აბა მითხარით, რას ფიქრობთ ჩემს ტანსაცმელზე? დიანა ძალიან მაგარია. ძალიან ლამაზია. მე არ მომწონს. კოსტია, შენთვის არ მიკითხავს. კარგით გოგოებო, აბა მივდივარ პაემანზე, წარმატებები მისურვეთ. კარგად, წარმატებები. ჯული, დაინახე? ხო, საშინელება. გოგოებო, უბრალოდ თვალთმაქცევი ხარ. დიანა, სად არის დიანა? დიმა, სად? პაემანზე წავიდა. ხო, ცოტა დაგაგვიანდა. დიმა, რა მოხდა? ცემე კალათბურთელები? არა, კოსტა, არა, მაგრამ რაღაც ვიპოვე, მერე გეტყვით. ახლა დიანა უნდა ვიპოვო და გადავარჩინო. არ მესმის მისი, ისინი არ ცემა და ახლა გარბის. ესეთია დიმა. ვაიმე, უკვე აქ არის. გამარჯობა, კარგად გამოიყურები. გამარჯობა შენც. ისი არ ხარ ცუდი. მადლობა. აი მიდი, აიღე, ეს საჩუქარია. ჩემთვის? პირველ პაემანზე? მადლობა, ძალიან საყვარელია. სხვათა შორის რაღაც მინდოდა რომ მეკითხა. იანამ თქვა რომ მე თქვა ბროვას კი რაშვება და უნდა რომ მოპასუხოს თავის მესიჯში. ჰეი, ეს პირველი პაემანია. იანაზე და ბრაუსზე არ გვინდა. ხო, რა თქმა უნდა. ეს რა არის? გახსენი და ნახე. რა თქმა უნდა, ვხსნი? ვა, ეს რა არის? სამკაული? ხო, ეგ არის. ვაუ, ბეჭედია. ბრილიანტით. რა მაგარია. მოდი, მომეცი, მე გაგიკეთებ. დიანა, მოიცადე, მას არ მოусმინო. რა? დიმა, წადი გთხოვ. ჩემი იდეალური პაემანი არ ჩამიჩხამო რა. ჰეი, შენ, წადი რა, მეგობრულად გეუბნები. ჰეი, კალათბურთელო, შენს ადგილას რომ ვიყო, ახლა სწრაფად გავიქცეოდ. დიმა, მომისმინე, გთხოვ, წადი აქედან. თუ არ წახვალ, მართლა გაქცევა მოგიწევს. ჩემს შეყვარებულს შეუძლია გცემოს, თან ძალიან ნადულად გააკეთებს ამას. მოდი, მე მომისმინე. დაბრუნდი შენს კლასელებთან. ამ მომენტიდან მე და დიანა უკვე წყვილი ვართ. მართალი ვარ? ხო, მართალია. წყვილი ხართ? დიანა, იცი რა? ის
იტყუება, შეხედე, არ გესმის ეს გეგმაა, დავიწყებ შეხვედრას და შემდეგ ის ყველა თავის სოციალურ ქსელში გამომაჩენს. და მე რა სიზამ? მე ძალიან პოპულარული გავხდები და შენც ჩემო საუკეთესო მეგობარო. რა? სმაილიკ, ეს რა არის? ეს სიმართლეა? დიანა, ეს რაღაცნაირი ედითია. მას შენ მოწონ ხარ და ახლა რაღაცეებს იმიზეზებს. დიმა? დიანა, მე ეს დარბაზში გადავიხე. ის ბრაუს ელაპარაკებოდა. მას უნდა რომ გიღალატოს. ჰეი, ნუ გშურს, მე მას ბრილიანტის ბეჭედი მივეცი. არა, არ მიგიცია. არა, ხო? მაშინ წადი, თორემ ჩემს მეგობარს დაურეკავ და მერე პრობლემა შეგექმნება. სმაილიკ, სიმართლე მითხარი, ჩემი პოპულარობის გამო მხვდები? რა თქმა უნდა, არა. მე შენი პირველი დანახვიდან მომწონხარ. მართლა? დიანა, მას არ დაუჯერო. გაიგედი მათ, სმაილიკი არ მხვდება ჩემი პოპულარობის გამო. წადი აქედან და ჩემს ურთიერთობებში საერთოდ ნუღარ არევი და ნუ აფუჭებ ყველაფერს. დიანა, ძალიან სულელი ხარ. შევხვდი შენს კალათბურთელს და ჩემი სახელი სამუდამოდ დაივიწყე. დიანა, მას შენ ძალიან მოწონხარ. ხო, მართალია, მაგრამ ისეთი სულელია, საერთოდ აღარ მომწონს. ხო, არა უშავს, ის შენთან აღარ მოვა. სმაილიკ, დარწმუნებული ხარ, რომ არ მხვდები, ხო, ჩემი პოპულარობის გამო? დარწმუნებული ვარ. აი პატარავ, შენი საყვარელი პოპკორნი. მადლობა, სმაილიკ. ბროვასტი, შენ რამე მომიტანე? კი, აიხე. რა, სანტა კლაუსი ჯოხზე? ახალი წელი დიდი ხნის წინ დამთავრდა. შენ არაფერი არ მოგწონს? კარგი, მომწონს. საყვარელი სანტა კლაუსია, არა, ეს მარშმელოა. სმაილიკ, ამათ შეხედე ერთი, ჩვენ გვიყურებენ, შურიანები. შურთ, იმიტომ რომ შენთან ერთად ვარ. ხო, იმიტომ შურს რომ ერთად ვართ. რა გემრიელი სანტა კლაუსია. ხედავ როგორ შურთ. აჰა. იმიტომ შურთ რომ მე შენთან ვარ. რა? იმიტომ შურთ რომ შენთან ერთად ვარ. სანტა კლაუსი გინდა? აი ნახეთ აქ არიან. ახ რა კარგია ხოლმე როცა არ არიან. ერთი სული მაქვს როდის გადავლენ ჩვენი სკოლიდან ეს მაიმუნები. მეგობრებო, ამათ შეხედეთ, ყურებაც ცუდად მხდის. დიანა სმაილს პოპკორნს საჭმევს. ნეტა მეც მაჭმევდეს ეგრე ვინმე. მიდი და შეჭამე იანას სანტა კლაუსი. იანა, ნება მომეცი შევჭამო სანტა კლაუსი. ჩუმად, თორემ ბრაუსი თავისი ბურთით გცემთ. არა, ჩემმა შეყვარებულმა მომიტანა ეს სანტა კლაუსი. გასაგებია, გცემთ იცოდე. კარგი. სმაილიკ, ხედავ როგორ გვიყურებს ყველა? მიდი მაჭამე პოპკორნი, რომ დიმამ ძალიან ცუდად იგრძნოს თავი. მიდი. კარგი. მიყურებს? ხო, გიყურებს. მალე თვალები გადმოუვარდება. ძალიან კარგი. მეგობრებო, ამას ვეღარ ვუყურებ. ვეღარ, მაშინ რატო უყურებ? ხო, შემოტრიალდი. არა, უნდა ვცემოე კალათბურთელი, აი ასე. ოე, დიმა. მე ისევ მახსოვს ეს. ამ საღამოს ჩემს შეყვარებულს ასე ვაჭმევ. ფრთხილად იყავი, შეიძლება თითები მოგაჭამოს. გოგოებო, იანას და დიანას შეხედეთ, რა უშნოები არიან. კი, ძალიან. და ჩვენ ლამაზები ვართ. გოგოებო, ესე მოქცევას თუ გააგრძელებენ, სკოლიდან გავარდებიან. ხო, და ჩვენ გავხდებით ვარსკვლავები. აუცილებლად უნდა მოვაწყოთ ისე რომ ეგ მოხდეს. გოგოებო, იდეა მაქვს, მოდით სურათი გადავიღოთ დიანას და სმაილიქს პოპკორნს როგორ ჭამენ. ხო, და ვაჩვენოთ დირექტორს და ნახავს როგორ ყრიან ძირს. ხო, მოდით გადავიღოთ სურათი. ჯული, მიდი. მაგას არა უშავს, წავალ დარბაზში და ვაჩვენებ სმაილს. მეგობრებო, დარწმუნებული ხართ რომ სმაილის სხვა გოგოს არ ხვდება დიანას გარდა? ხო, დაშორდა იმას და მაგიტომ დაიწყო დიანასთან. არა, მეგობრებო, რაღაც ვიპოვე, ფოტო დადო გოგოსთან ერთად, სახელად ჩემი პატარა. ჩანს მისი სახე? არა, მალავს თავის სახეს. მეგობრებო, ეს დაიანა არ არის, გამოდის სხვა შეყვარებული წყავს. მაგას შეხედე, რა მატყუ არა და ჩვენი პატარა ყავს. სხვათა შორის სმაილიკ მალე 14 თებერვალია. მე უკვე შევუკვეთე შენთვის საჩუქარი, შენ რამის მომიტან? კი, შევუკვეთე შენი საჩუქარი. ბროვასკი, ჩვენ რას ვაკეთებთ 14 თებერვალს? რაც შენ გინდა? მე რესტორანში წასვლა მინდა. ხო და წავალთ რესტორანში. შენ ვერ წახვალ. აბა ბროვასკი, დროებით, მიდი კარგად ივარჯიშე. მიდი გნახავ. კარგად. ნახვამდის. ცოტა ჩქარა, გაკვეთილზე დავაგვიანებთ. მე გაკოცებ კალათბურთელო, დამელოდე. კარგი სმურფო, გაჩერდი მან ბრაუსის გარეშე. გოგოებო, მისმინეთ, მეგობრები აღარ ვართ? სულ ასე გაფრეზებული უნდა ვიყურებდეთ? ხო, დიანა, აღარ ვართ მეგობრები. შენ სულ შენ კალათბურთელებზე ოცნებობ. მეგობრებო, მისი მონაცემები უნდა ვიპოვოთ.
არ არის მარტივი სახეს მალავს. მისი სახე რომ ვიცოდეთ მარტივად ვიპოვიდით ვინ არის. რას გულისხმობ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ, უნდა მოხსნათ დიანას ვარდისფერი სათვალეები. დიმა შეწყვიდე წუწუნი, ვეცდებით რომ ვიპოვოთ. ჯანდაბა ბევრი ფოტო აქვს მასთან ერთად, მაგრამ არსად არ ახსენებს, რთულია მისი პოვნა. სახეს ყველგან მალავს. მეგობრებო, ეს ჩვენი ბოლო იმედია, თუ მას შეყვარებული ყავს, დიანაც დაშორდება. მის მინე დიმა შეწყვიტე ჩემზე საუბარი, ისე თითქოს აქ არ ვარ. შენ გონია რა არ მესმის და სხვათა შორის არავის არ დავშორდები. დიმა ხო, მორჩი დიანაზე ლაპარაკს არხივს. უი, სხვათა შორის ვალენტინობაზე რას აკეთებ? დიმა, თუ მარტო ხარ, მე და ჯული შეგვიძლია ვიყოთ შენთან. ხო, წავიდეთ კაფეში, კინოში, ან მაკდონალდსში შეგვიძლია. მომისმინე, ვალენტინობის დღეს დიანასთან ვატარებ და აღარ შემოწუხო. იანა, აიღე ეს ბეჭედი ჩემგან. ეს რანაირი ბეჭედია? ეს არის ჩემი დიდი ბებიას ბეჭედი და ეს ჩემმა დიდმა ბაბუა მომცა. არტემ, ეს ბეჭედი დაეტოვე შენი დიდი შეყვარებულისთვის, მე არ მჭირდება. ჩემი ოჯახის რელიქვია არ გჭირდება? ეს თაობიდან თაობას გადაეცემა. ხო და შენი შთამომავლობისთვის დაიტოვე, მე არ მჭირდება. მართალია იანა, ეს ჩვენი თაობისთვის არის. არტემ, მხოლოდ შენს ოცნებებში, მე მხოლოდ კალათბურთელზე ბროვასტიზე დავქორწინდები. ამას ხედავ, შენ მას არ გაყვები, ჩვენ ერთად გავატარებთ ვალენტინობის დღეს. არტემ, გადი ჩემი მერხიდან, დამღალე ძალიან. ლეილა. რა იყო პატრიკ? ლეილა, ვალენტინობის დღესთვის რა მოგცე? არაფერი პატრიკ. ლეილა. პატრიკ, რა გინდა ჩემგან? ლეილა, ვალენტინობის ბარათი დავხატე შენთვის, ჩემი ხელებით. პატრიკ, თუ ვალენტინობაზე ჩემთან მოხვალ მაგ ბარათით იცოდე შუბლზე გაგაკრავ, გასაგებია? მარუსა. პატრიკ, ჩემგან რაღა გინდა? მარუსა, წამო კრასტიკრაფში წავიდეთ ვალენტინობის დღეზე. პატრიკ, ეხა ავდგე, რა არის, გაგიჟდი? ზედმეტად სპანჯბობს ხომ არ უყურებ? უბრალოდ ვალენტინობის დღეს მარტო ვარ. პატრიკ, ლეილასთან მიდი, მე გრიშასთან ერთად მივდივარ კლუბში ვალენტინობაზე. კარგი, ლეილა. დიმა, ძალიან იღბლიანი ხარ. მეგობრებო, მართლა იპოვეთ მასზე ინფორმაცია. მიდი, დაიჭირე პატარას ინფორმაცია. სო, ვაგზავნი. მივიღე, რა უნდა მივწერო მას? დიმა, შენ თვითონ მოიფიქრე. მორჩა, მეგობრებო, მივწერე, პასუხს დაველოდები. დიმა, გიპასუხა უკვე? მეგობრებო, მიპასუხა, რა უნდა უთხრა? რა უთხარი, რომ მისი შეყვარებული სხვა გოგოს ხვდება ჩვენთან? დიმა, მისმინე, რატომ არ ანებებ თავს სმაილიქს და ყოველთვის მასზე რატომ ჩურჩულებ? დიანა, ყველაფერი კარგადაა, რაღაც არასწორად გაიგე. დიმა, პასუხობს? ხომ, პასუხობს, ის ძალიან ახლებურია და აქ მოდის. მეგობრებო, ეს სახალისო იქნება. ჩემი საყვარელი უკვე იქ დგას. აჰა, იწყება, ხო, ჩახუტებები და კოცნები. მეგობრებო, სკოლაშია ეს პატარა, ძალიან სახალისო იქნება. კარგი, არტემ, რატომ ტირი ხარ? მე არ დამიკარგავს ჩემი დრო, დიანა ჩემთან იქნება. გამარჯობა. მოგენატრე? მეც მომენატრე. მისმინე, მოდი კაფეტერიაში წავიდეთ, ამათი ყურება აღარ შემიძლია. ხო, ფუფ. ხო, წავიდეთ, მე მშია. მეც მშია. წავიდეთ, ჩვენ ახალი კაკაო გვაქვს. ხო. გამარჯობა საყვარელო, ხედავ რომ დროს არ კარგავ. რა? კიცი? აქ რას აკეთებს? რას აკეთებ აქ? და საყვარელო? გამარჯობა კნობა, აქ რას აკეთებ? რას ვაკეთებ აქ? ჩემ შეყვარებულთან მოვედი. ამის გაკეთება შემიძლია, იმიტომ რომ მისი შეყვარებული ვარ. რა? სმაილიკ? ეს მართალია? დიანა, არასწორად გაიგე, მე ყველაფერს აგიხსნი. იცი რა, შენ ჩემი მეგობარი არ ხარ? აჰა, რა და მაინტერესებდა რატომ შეწყვიტე ჩემთან დარეკვა და მოწერა. აი თურმე, შენს თავს შეხედე. ბროვასტი, რა კარგია რომ შენ მარტო ხარ. ხო, მე ვარ. დიანა, სხვათა შორის შენ დადიოდი დიმასთან ერთად კინოებში და რესტორნებში და მეც გავიჩინე შეყვარებული. უი, ბროვასტი, შენც აკოფილ ხარ. ხო, ბროვასტი აქ არის და ჩემია. რამე პრობლემა არის? არა, მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვიკას დავურეკავ. მოიცადე, კნოპა, ეხლა აუხსნათ რაღაცეები. შენ ამბობ, რომ სმაილიკის, კალათბურთელი სმაილიკის შეყვარებული ხარ, რომელიც ჩვენ სკოლაში გადმოვიდა? და ბროვასტის ვიკა ყავს?
დიანა, ეს კალათბურთელები ჩემი სკოლიდან გადმოვიდნენ შენსაში, იმიტომ რომ იქიდან გამოაგდეს. ხო მართალი ვარ სმაილი? ჯანდაბა კნოპა, აქ საერთოდ რისთვის მოხვედი? არ გესმის რომ აქაც მჭირდება რომ გავიჩინო ჩემი მეგობრები. იმას გულისხმობ რომ ჩემ სკოლაში ჩემთან ერთად ხარ და დიანასთან ერთად ხარ თავის სკოლაში? რა სახალისოა. ჯანდაბა, არაფერი არ მესმის. მე აგიხსნი ყველაფერს, ის უბრალოდ მოღალატია. ვინ? მოკლედ სმაილი, იცი რა, წარმატებები. მოიცადე კიწი, არ ვიცოდი რომ შენ მისი შეყვარებული იყავი. თუ გინდა, აი ახლავე, აქვე შემიძლია დავშორდე, მართლა. ხო, კნოპა, დიანა დაშორდება ახლა მაინც. დიანა არ მადარდებს სმაილი კი, არ მჭირდება. კიწი. მიდი კალათბურთელო, გაეკიდე უკან. ბროვასტი, ახლა რა გავაკეთოთ? საერთოდ შეგვარცხვინეთ მთელი სკოლის წინაშე. სმაილი, რა უნდა ვქნათ ახლა? დიანა, მოდი ისევ ერთად ვიყოთ. მე ხო დავშორდი უკვე კნოპას. ხო, იანა, მოდი ერთად ვიყოთ. იანა, დაშორდით მათ, მატყუარები არიან. მოკლედ ბიჭებო, მოვიფიქრებთ. ხო და რა, მეგობრებო, 1-0? დიანა, კაკაო გინდა? იანა, სანტა-კლაუსზე მაგბიჩინე. სმაილი, ხედა როგორ გუყურებენ? იდეა მაქვს. მიდი პოპკორნი მაჭამე და დიმას ჩემი შეშურდებ. უი პირიქით, შენი უნდა.